ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო ძალებმა ირანზე დარტყმების ზედიზედ მე-9 ღამეს განახორციელეს. ბოლო თავდასხმების ტალღა მაშინ მოხდა, როცა პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ვაშინგტონში ბრუნდებოდა, მას შემდეგ რაც FIFA-ს მსოფლიო ჩემპიონატის ფინალს დაესწრო. ჩვენ კიდევ ერთხელ ძალიან ძლიერად დავარყით მათ დღეს ღამით და ეს გავაკეთეთ სავარაუდოდ 3 ადამიანის პატივსაცემად. ალბათ 3 იყო და არა 2. დიდი პატრიოტები. დონალდ ტრამპი გულისხმობდა რეგიონში ამერიკელი სამხედროების დაღუპულთა მზარდ რაოდენობას. CENTCOM-ი აცხადებს, რომ იპოვეს დაუდგენი ნეშტი ამერიკელი ჯარისკაცის ძებნისას, რომელიც გაუჩინარდა პარასკევს იორდანიაში ირანის ბალისტიკური რაკეტების თავდასხმის შემდეგ, სადაც კიდევ 2 ამერიკელი სამხედრო დაიღუპა. სამხედროებმა ასევე დაადასტურეს, რომ ამერიკელი სამხედრო დაიღუპა ჩრდილოეთ ერაყში შაბათს, ირანული დრონის ჩამოგდების შემდეგ ნამსხვრევების კონტროლირებადი აფეთქებისას. აშშ-ის ცენტრალური სარდლობა აცხადებს, რომ მათი ბოლო დარტყმები მიზნად ისახავდა ირანის სამხრეთ სანაპიროზე მდებარე სამხედრო ობიექტებს, რათა კიდევ უფრო შეემცირებინათ თეირანის შესაძლებლობა დაემუქროს ხომალდებს ჰორმუზის სრუტეში. ირანულმა მედიამ ასევე გაავრცელა ინფორმაცია დარტყმებზე ქვეყნის შიგნით, მათ შორის ჩრდილო-დასავლეთის ქალაქ თაბრიზში. ირანის რევოლუციურმა გვარდიამ პასუხად ბაჰრეინსა და ქუვეითს შეუტია. აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ განაცხადა, რომ ირანის ხელმძღვანელობამ თავისი რესურსები რეგიონში შეიარაღებული ჯგუფების დაფინანსებაში დახარჯა, ნაცვლად იმისა, რომ საკუთარი ხალხისთვის დაებანდებინა. ერთ-ერთი მიზეზი, რატომაც ირანი ესეთ მდგომარეობაშია, ისაა, რომ ირანი მდიდარი ქვეყანაა. ერთ-ერთი მიზეზი, რატომაც ირანი ესეთ მდგომარეობაშია, ისაა, რომ ამ რეჟიმის მიერ მიღებული ყოველი თეთრი იქნება ეს სანქციების შემსუბუქებით, თუ ნავთობის გაყიდვით მიღებული ჰეზბოლასა და ჰამასს ხმარდება. მილიარდობით დოლარს ხარჯავენ ერაყში მილიციების ჰეზბოლასა და ჰამასის დასახმარებლად. ისინი ამას არ უნდა აკეთებდნენ. მილიარდობით დოლარი ირანის მოსახლეობის დასახმარებლად უნდა დახარჯონ. მიუხედავად სამხედრო დაპირისპირებების გაგრძელებისა, ირანი აცხადებს, რომ შეერთებულ შტატებთან არაპირდაპირი დიპლომატიური კონტაქტები რეგიონული შუამავლების მეშვეობით კვლავ გრძელდება. ბოლო დღეებში დიპლომატიური აპარატი აქტიური დარჩა და რამდენიმე შუამავლისგან იდეები მივიღეთ. ეხლა ჩვენთან სტუდიაში IOC4 News English-ის ახლო აღმოსავლეთის უფროსი კორესპონდენტი არიელ ოსერანი. არიელ, შეგიძლია მოგვაწოდო ბოლო საათის განახლებული ინფორმაცია. ბაჰრეინში კიდევ ერთხელ ჩაირთო სირენები, მხოლოდ დღეს უკვე რამდენჯერმე. რას ვხედავთ ეხლა სპარსეთის ყურეში? დიახ, საუბრობთ მე-6 სირენაზე. მე-6-ად ჩაირთო სირენები ბაჰრეინში ბოლო 24 საათის განმავლობაში. ეს ბოლო წითელი საჰაერო განგაშის სირენები ჩაირთო ბოლო 9 საათის განმავლობაში, რაც აჩვენებს, რომ ბაჰრეინი კვლავ რჩება ირანული თავდასხმების ერთ-ერთ მთავარ სამიზნედ ბოლო საათებში. ამავე დროს ირანიდანაც ვიღებთ ცნობებს აფეთქებების შესახებ შირაზში, სამხრეთით და ასევე ბოლო რამდენიმე წუთში სანაპირო ქალაქ სირიჯში. ეხლა ეს შეესაბამება აშშ-ის ბოლოდროინდელ სამიზნე დარტყმებს ირანის სამხედრო შესაძლებლობებზე ჰორმუზის სრუტის გასწვრივ, რაც მიზნად ისახავს შეამციროს მათი უნარი, საფრთხე შეუქმნან და დააზიანონ კომერციული გემების უსაფრთხო გადაადგილება ამ სტრატეგიულ წყლის გზაზე. ბოლო 24 საათის განმავლობაში სულ მცირე ეს ვიხილეთ. ირანმა კიდევ 2 გემი ამოიღო სამიზნეში. ასე რომ ირანის ძალები არამხოლოდ კომერციულ ხომალდებს ესხმიან თავს, რაც თავდაპირველად აშშ-ის დარტყმების მიზეზი გახდა, არამედ ისინი სპარსეთის ყურის არაბულ ქვეყნებსაც კვლავ უმიზნებენ, რომელთაგან ბოლო ბაჰრეინია. არიელ, განახლებებისთვის მთელი ეთერის განმავლობაში დაგიკავშირებით. მადლობა ამისთვის. ამასობაში, როცა ეს ესკალაცია გრძელდება, აშშ-ის თავდაცვის სამინისტრომ დაასახელა 2 ამერიკელი ჯარისკაცი, რომლებიც ირანის დარტყმების შედეგად იორდანიაში დაიღუპნენ. 25 წლის პირველი ლეიტენანტი ტაილერ ჯეიმს ფრიჰანი ჰავაიდან და 19 წლის რიგითი იზაბელა გონსალესი ტეხასიდან. ეს არის პირველი ამერიკელი დაღუპულები ირანის დარტყმების შედეგად მარტის შემდეგ. სულ CENTCOM-ის ინფორმაციით, კონფლიქტის დაწყებიდან თებერვლის ბოლოს 17 ამერიკელი სამხედრო დაიღუპა და 420-ზე მეტი დაიჭრა. საკითხის გასარჩევად ჩვენთან ერთადაა ჯოელ რუბინი, სახელმწიფო მდივნის ყოფილი თანაშემწის მოადგილე და ახალი წიგნის დემოკრატიული საგარეო პოლიტიკის გადარჩენას ავტორი. ჯოელ, დიდი მადლობა, რომ დღეს i24 News English-ზე ჩვენთან ერთად ხართ. მაინტერესებს რა იქნება შემდეგ, ყოველი ამერიკელი დაღუპულის შემდეგ, რა შანსებია შეთანხმებისთვის? უფრო რთულია თუ არა პრეზიდენტ ტრამპისთვის, რომ მიიღოს რაიმე სახის ცეცხლის შეწყვეტა ირანელებთან, თუ არ იქნება რაიმე ხილული დათმობა, რომელსაც ამ ეტაპზე რეჟიმი არ აპირებს.
დიახ, ნიკოლ, სასიამოვნოა თქვენთან საუბარი და მადლობა, რომ ახსენეთ იმ ადამიანების სახელები, ვინც ბრძოლის დროს დაიღუპა. ეს მძიმე მომენტია ამერიკელებისთვის, როდესაც ვხედავთ, რომ ჩვენი სამხედროები ბრძოლის დროს იღუპებიან ახლო აღმოსავლეთის ამ კონფლიქტში, რომელსაც ამჟამად გულწრფელად რომ თქვათ, ირანელები პროვოცირებენ. და ვფიქრობ, ძალიან მკაფიოები უნდა ვიყოთ დიპლომატიასა და იმასთან დაკავშირებით, თუ რა იქნება შემდეგი ნაბიჯი. ირანმა ფაქტობრივად ყველაფერი მიიღო და კიდევ უფრო მეტი, ვიდრე შეიძლებოდა ეცადათ იმ ურთიერთგაგების მემორანდუმში, რომელიც ვიცე-პრეზიდენტ ვანსთან იყო შეთანხმებული. მათ მიიღეს უზარმაზარი ეკონომიკური სარგებლის ვალდებულებები და ირანში ინვესტიციების მრავალი სხვადასხვა სფერო, რაც იმ მემორანდუმში იყო გაწერილი. და შემდეგ მათ ვერ შეასრულეს ეს ვალდებულებები. ამიტომ ვფიქრობ, პრეზიდენტ ტრამპისთვის ამჟამინდელი გამოწვევა ისაა, რომ მიუხედავად იმისა, რომ სამხედრო ქმედებებზე ბრუნდება, რათა ირანი ვალდებულების შესრულებაზე დაიყოლიოს, ძალიან კარგად ესმის, რომ ირანს ამის სურვილი არ აქვს. ამიტომ ეს ზრდის ხარჯებს, როგორც ეს დაღუპულები აჩვენებს. და ამერიკელი ხალხი ნერვიულობს ასეთი ტიპის კონფლიქტზე. მაგრამ ამ ეტაპზე ირანელები აშკარად არაჩვენებენ მზადყოფნას, რომ შეასრულონ ვალდებულებები. სწორედ ამიტომ დავბრუნდით სამხედრო ფაზაში. მეტწილად ეს ყველაფერი ჰორმუზის სრუტეს უკავშირდება. სწორედ ამიტომ ჩავარდა ეს მემორანდუმი თავიდანვე, რადგან ირანი უარს ამბობს გემების ჰორმუზის სრუტეში გავლაზე. მაგრამ როცა ვაშინგტონი აგრძელებს ამ ოპერაციას, როგორ შეძლებს მან საკუთარი ამერიკელი ჯარისკაცების დაცვას და ჰორმუზის სრუტის ხელახლა გახსნას ისე, რომ არ გადაიზარდოს ეს ყველაფერი ხანგრძლივ ომში, რომელიც როგორც ჩანს ამ ეტაპზე არც ერთ მხარეს არ სურს. ამიტომ ამ ეტაპზე ეს ძალიან გადამწყვეტი მომენტია ამერიკის ლიდერობისთვის რეგიონში. როდესაც რეგიონში სხვადასხვა ლიდერს ესაუბრები, მე თავადაც გასულ კვირას ასპენში კონფერენციაზე ვიყავი, სადაც იორდანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ისაუბრა. ისინი არ სურთ, რომ ირანი ართებდეს მათ ეროვნულ სუვერენიტეტს. იქნება ეს ლიბანი, იორდანია, ერაყი, ბაჰრეინი და ასე შემდეგ. ეს ქვეყნები ყველა ეწინააღმდეგება ირანის ჩარევას. ამიტომ ჩვენთვის შეერთებული შტატებისთვის ეს არის შესაძლებლობა კიდევ ერთხელ დავანახოთ ამ მოკავშირეებს, რომ მათ გვერდით ვდგავართ, როგორ შეგვიძლია დაუჭიროთ მხარი მათ სარაკეტო თავდაცვის კუთხით, ასევე დავარტყათ იმ სამიზნეებს, რომლებიც მათი წინააღმდეგ თავდასხმების წყარო იყო. და ეს უნდა გავაკეთოთ მტკიცე და თანმიმდევრულად ჩვენს მოკავშირეებთან ერთად და კვლავ დავარტყათ ჰორმუზის სრუტის რეგიონსაც. სამწუხაროდ ირანელებს არ სურდათ გემების გავლა დაეშვათ. და სწორედ ამიტომ ვართ ამ სიტუაციაში. ამიტომ უნდა მოვახდინოთ ჩვენი მოკავშირეების მობილიზება არაბულ სამყაროში, დავანახოთ, რომ მათ გვერდში უდგავართ თავდაცვითი პოზიციიდან და გავაგზავნოთ ზეწოლა ირანზე, სრუტეებში. რომ იცოდნენ, რომ მათაც მოუწევთ ზარალის ტარება და რომ მათ უნდა დაიცვან შეთანხმება. არა მხოლოდ მოლაპარაკებებზე დაბრუნდნენ, არამედ რეალურად შეასრულონ ის, რასაც ხელი მოაწერეს. ზდადია თუ არა შიში ზოგიერთი არაბული და სპარსეთის ყურის ქვეყნის მხრიდან, რომ შეერთებული შტატები აღარ უდგას მათ გვერდში და ვეღარ დაიცავს მათ. როგორც ბოლო საათშიც გამოჩნდა, ბაჰრეინი კვლავ თავდასხმის ქვეშაა. როგორც თქვენ აღნიშნეთ, ბოლო 24 საათის განმავლობაში ახლო აღმოსავლეთში არსებული უამრავი ამერიკული ბაზა ცეცხლის ქვეშაა. როგორ შეუძლია შეერთებულ შტატებს გააგრძელოს ამ გზავნილის გაგზავნა, რომ ისინი იცავენ თავიანთ მნიშვნელოვან მოკავშირეებს რეგიონში? ჩვენ უნდა გავაკეთოთ ეს და ვფიქრობ, რომ ტრამპის ადმინისტრაციამ, მიუხედავად იმისა, რომ ამ შემთხვევაში გარკვეული სიმტკიცე აჩვენა, მეტი უნდა გააკეთოს, უნდა შეკრიბოს ეს საგარეო საქმეთა მინისტრები. ნახეთ, ისრაელმა უბრალოდ მაგალითისთვის ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში მის მიმართულებით 30,000-ზე მეტი რაკეტა და მართვადი რაკეტა გაუშვეს. ჩვენ შეერთებულ შტატებში ვიცით, რამდენად მასშტაბურია ირანისა და მისი პროქსების არსენალი რეგიონში. ჩვენ გვაქვს ინსტრუმენტები ჩვენს განკარგულებაში. ჩვენ ყავს მოკავშირეები, როგორიცაა უკრაინა და სხვები, რომლებმაც ძლიერი ანტისარაკეტო თავდაცვის შესაძლებლობები განავითარეს. მაგალითად, უკრაინის შემთხვევაში, მათი ომის შედეგად რუსეთთან. ჩვენ უნდა გავაერთიანოთ ეს ძალები, წამოვიწყოთ მასშტაბური დიპლომატიური ძალისხმევა, რათა დავარწმუნდეთ, რომ ამ მოკავშირეებმა იციან, ჩვენ ამ საქმეში დიდხანს ვიქნებით. და მიუხედავად იმისა, რომ ბოლო დღეებში ეს მემორანდუმი, უნდა ვთქვა, მართლაც გარკვეულ დაძაბულობას იწვევდა რეგიონში, მიუხედავად იმისა, რომ ისინი მოხარულები იყვნენ ომის დასრულებით, მათ ამერიკულ ლიდერობაში დარწმუნებულები არ იყვნენ. ეს კიდევ ერთი შესაძლებლობა ამ დივან რუბინისთვის, განსაკუთრებით რომ გამოვიდეს და ამ არაბ მოკავშირეებს დაანახოს, რომ ჩვენ მათ გვერდში უდგავართ. ერთად ვიმუშავებ და ვაჩვენებ ნამდვილ ლიდერობას. თუ ამას არ გავაკეთებთ, მაშინ მეშინია რომ ამ დინამიკაში ჩავჩებით, სადაც ირანი განაგრძობს ზეწოლას რეგიონზე და არ იქნება მკაფიო პასუხი. ამიტომ ჩვენი მოკავშირეები ჩვენს გვერდით უნდა იყვნენ და ჩვენ უნდა მოვახერხოთ მათი სრულად მობილიზება. მართლა გადამწყვეტი მომენტია რეგიონში. ჯოუ, თუ ირანი გააგრძელებს აშშტოს ბაზების მიზანში ამოღებას, რა იქნება ესკალაციის შემდეგი საფეხური, ასე ვთქვათ, რომელსაც ვაშინგტონი ჯერ არ გამოუყენებია? როგორ ფიქრობთ, რა შეიძლება მოხდეს შემდეგი 24-დან 48 საათის განმავლობაში? დიახ, ვეცდები ამ კითხვას ორ მიმართულებით უპასუხო.
პირველ რიგში ვაშინგტონში არსებული ვითარება, რაც ნიშნავს, რომ კონგრესი ამ კვირაში ბრუნდება. იყო ომის უფლებამოსილებების შესახებ რეზოლუცია, რომელიც წარმომადგენელთა პალატამ მიიღო და მოუწოდებდა შეერთებულ შტატებს იქ სამხედრო მოქმედებების შეწყვეტისკენ. და ეს საკითხი რამდენიმე დღეში სენატშიც განიხილება. ამიტომ ეს იქნება ზეწოლა პრეზიდენტ დონალდ ტრამპზე, რომ არ გაამწვავოს სიტუაცია, რომ არ შეიყვანოს ჯარები ადგილზე. ასე რომ ჯერჯერობით გაგრძელდება საჰაერო ომი, გაგრძელდება ზღვიდანაც. შეიძლება მართლაც არსებობდეს უფრო მძიმე იარაღი, რომელსაც ამ საქმეში გამოვიქენეთ უფრო აგრესიული არსენალი და დაბომბვის სცენარები, მაგრამ ამ ეტაპზე ადგილზე არაფერი იგეგმება. ამ ეტაპზე ამის პოლიტიკური სურვილი შეერთებულ შტატებში არ არსებობს. ჯოელ რუბენ ძალიან სასიამოვნოა თქვენი სტუმრობა 24 News English-ზე. მადლობა რომ გაგვიზიარეთ თქვენი ხედვა. მადლობა ყველას.